რეჟისორმა პრემიერა ჩვენი თანამოქალაქის, მსახიობისა და რეჟისორის იროდი ბარბაქაძის ხსოვნას მიუძღვნა. ხაშურა საზოგადოებას ახსოვს სწორედ ბატონი იროდის რეჟისორობით სახალხო თეატრის დასის მიერ მრავალი წლის წინათ დადგმული ეს სპექტაკლი. პრემიერის მოლოდინში მაყურებლებს გავესაუბრეთ. ველოდებით როგორ იქნება ახლა დადგმული განახლებული სპექტაკლი მაინტერესებს ძველი მსახიობები ვიცი ახლები არ ვიცი ამ წუთში როგორი ახალგაზრდობა ძირითადად და საინტერესოა როგორი სპექტაკლი იქნება ნამდვილად ყოველთვის წმენა გვაქვს რომ კარგი უნდა იყოს დღევანდელი წარმოდგენა იყო აშკარად განსხვავებული, თუნდაც იმით, რომ მასში ახალგაზრდობა სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ნორჩმა მსახიობებმა შესრულების მაღალი დონე აჩვენეს. სცენა, კოსტიუმები, განათება, მუსიკა. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ სპექტაკლზე რეჟისორთან ერთად სერიოზულად მუშაობდა მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. გამარჯობა შენ დარჩაზე ენა. უძანე მომ. ობილივი აქციის პოლიციური. ჩახო ჩემი ვარსკვლავი. ხალხო და ისინან ფოტო. ობილივი ამ სადა ანჯოლა ისანადო. ჩემთვის ეს უბედნიერესი დღეა, თუნდაც იმიტომ რომ ეს იყო პირველი სპექტაკლი, რომელშიც მე ვითამაშე, ეს იყო 76 წელში. მე ახლა ვუყურებდი ამ ბავშვებს 75 წელში. და მაგონდებოდა ის ყველაფერი. შემდგომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნახე ძალიან კარგი სპექტაკლი. თვითონ თემატიკა არის ისეთი, რომ არ მოძველდება ეს სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს ღალატი თუ უღალატობა. და მე მინდა მადლობა უთხრა ყველას, მადლობა უნდა რეჟისორს მინდა უთხრა. დიდი მადლობა ამ დღისთვის, დიდი მადლობა ამ ბავშვებს და ღმერთმაინებოს რომ ეს დღე ყოფილიყოს აი ამ ბავშვების დაოსტატების საწყისი. დიდი მადლობა. ახალგაზრდობა ხომ არ გაგახსენათ ამ სპექტაკლში? ნამდვილად 75 წელში ვითამაშე დათო ამ სპექტაკლში. ოდეხლა ისეთი აღთვალებული უყურებ რომ გამახსენდა ძველი დრო. ოდო თითქმის ძალიან გამეხარდა ეს ამბავი. ქალბატონ ლიას უსურებ რომ ერთი მსახიობი მაინც გამოვიდეს აქედან დიდი დამსახურებაა, ძალიან დიდი დამსახურებაა. ავტორია გაცოცხლებული რაც მთავარია. ბატონ იროდის ეძღვნებოდა ეს პრემიერა და იროდის მიუძღვნა ქალბატონ ვალიდან და მთელი დასის შემადგენლობა ძალიან დიდი მადლობელი ვარ მთელი თეატრის. ძალიან ღირსშესანიშნავი დღეა მე ვფიქრობ ხაშურის თეატრის აღორძინების საქმეში. ახალგაზრდული დასი ძალიან დიდი ნამუშევარი რეჟისორის ქალბატონ ლიასი წარმატება უდავოა. უსურვოთ უფრო მეტი. და ხაშურის თეატრის აღორძინა. ხაშურში რო არ მოკვდეს ეს ხელოვნება, რასაც ქვია თეატრი. ყველა მშობელია თუ სკოლის მასწავლებელია თუ სკოლის დირექტორი, ყველა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მოვიდეს და აჩვენოს ბავშვებს ეს ნამუშევარი. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ბავშვები იყვნენ ბრწყინვალე და არა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ მე გძნობ რომ ძალიან კარგი იყო. ჩვენ ეს მიუძღვენით ბატონ იროდი ბარბაქაძეს და მე დარწმუნებული ვარ რომ ის რო ცოცხალი ყოფილიყო და ეს ამ ყველაფრისთვის ეყურებინა აღფრთოვანებული იქნებოდა და მე აი მინდა იმის ხსოვნას დიდი პატივი ვცე და ყველა ჩვენთაგანი ბავშვები და კულტურის სახლის თანამშრომელი სიყვარულით და პატივისცემით უძღვნის ამ დღეს იროდი ბარბაქაძეს. დიდი მადლობა. იყო პირველი თქვენი გამოსვლა სცენაზე და ღელავდით ალბათ. კი ძალიან. რთული იყო სპექტაკლზე მუშაობა. არც შემოვთ, რთული იყო თავისებურად მაინც, სირთულეები იყო.
რამდენი ხანი მუშაობდით? ერთი წელიწადი თითქოს. დიახ. შენ რას გვეტყვი? ვიცი, ძალიან კარგად ჩატარდა, ძალიან კარგი იყო. კმაყოფილი ხარ შენი თამაში? ცოტა გავიჭირდა. მე მგონი ყველაფერმა წესიერად ჩაიარა, ხო არ იყო რამე კურიოზი, რაც ჩვენ ვერ შევამჩნიეთ. მაყურებლებმა. კურიოზები საერთოდ იყო კულისებში კურიოზი. კულისებში არა, მაგრამ სპექტაკლის დროს ერთი სიტყვა დაავიწყდა ჩემს მეგობარს და პირზე ავიფარე და ისე უკანახე ერთი სიტყვა და მე ჩვეულებრივად განაგზავნა. კულისებში საერთოდ მღელვარების დროს ძალიან ბევრი ისეთი სასაცილო მომენტები ხდება ხოლმე და რა ვიცი, ზოგჯერ გვიჭირს.